იმ დროს, რაც ამერიკის შეერთებული შტატები უპრეცედენტო მასშტაბის დეპორტაციის კამპანიას აწარმოებს მიგრანტების წინააღმდეგ, უკანონო მიგრაციასთან ბრძოლა ევროკავშირის ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება. მთელ მსოფლიოში უსაბუთო ემიგრანტების წინააღმდეგ მიმართული რიტორიკა სულ უფრო მკაცრდება. თუმცა არსებობს გამონაკლისიც ესპანეთი. ესპანეთის მთავრობა სურს, რომ მილიონზე მეტი ემიგრანტი კანონის ფარგლებში ჩასვას 3 წლის განმავლობაში. ევროპაში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუარესების ფონზე მადრიდი ამ ნაბიჯს მომავალი კეთილდღეობის კიდევ ერთ გასაღებად მიიჩნევს. (2027) წლისთვის 1 მილიონზე მეტ უსაბუთო ემიგრანტს ესპანეთში კანონიერ სტატუსს მიანიჭებენ. სამთავრობო რეფორმა, რომელიც ძალაში 2025 წლის მაისში შევიდა, მიზნად ისახავს, რომ 3 წლის განმავლობაში წელიწადში 300,000 ადამიანის ლეგალიზაცია მოახდინოს. პარალელურად ახალი საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით ესპანეთში 2024 წლის დეკემბრის ბოლომდე შესული 470,000 ემიგრანტის ლეგალიზაციაც იგეგმება. მიგრანტები ესპანეთის მუშახელის 13.5% წარმოადგენენ და 2024 წელს ახლად დასაქმებულთა 40% სწორედ მათზე მოდიოდა. განსაკუთრებით მშენებლობის, სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის სექტორებში. მადრიდის ახალი პოლიტიკა მუშახელის დეფიციტისა და მოსახლეობის დაბერების პრობლემის აღმოფხვრას ისახავს მიზნად. ეს რეალობა პრობლემას მთელ ევროკავშირს უქმნის, სადაც შრომის უნარიანი მოსახლეობის რაოდენობა წელიწადში 1 მილიონით მცირდება. უცხოელებმა 2019-2023 წლებში ახალი სამუშაო ადგილების 2/3 შეავსეს. გათვლების მიხედვით ევროკავშირში უკანონო ემიგრანტების რაოდენობა დაახლოებით 2.600.000-დან 3.200.000-მდე მერყეობს. ესპანური მოდელი ეწინააღმდეგება ევროპის მიგრაციის პაქტს, რომელიც მიგრანტების უკან გაბრუნებასა და საზღვრების კონტროლს ითხოვს. ჩემი სახელია ჯესიკა ლორენა ფლეჩასი. მე 31 წლის კოლუმბიელი ვარ. ლორენა ესპანეთში შარშან მარტში ჩამოვიდა მეუღლესთან და მცირეწლოვან გოგონასთან, სოლთან ერთად. ცოლ-ქმარმა ბინა მადრიდის პერიფერიულ უბანში იქირავა. ჩემს ქვეყანაში ახლა სულ ომია, ბომბებს აფეთქებენ და ხალხს სიტაცებენ. ამიტომ ჩემ თავს ვუთხარი. არა, ვერ დავტოვებ ჩემ გოგონას და ჩემს ოჯახს ასეთ გარემოში. თავიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში მსურდა წასვლა, მაგრამ მითხრეს, რომ იმ ხელფასით რაც მქონდა, ვიზას ვერ მივიღებდი. საზღვრის უკანონო კვეთაზეც ვიფიქრე, მაგრამ არ მინდოდა ჩემი შვილის სიცოცხლე საფრთხეში ჩამეგდო. Pero no quería tampoco poner en riesgo la vida de mi hija. ახალგაზრდა ქალმა და მისმა მეუღლემ ესპანეთში ცხოვრებისა და მუშაობის უფლების მოპოვების პროცესი დაიწყეს. ესპანეთში იმიტომ ჩამოვედი, რომ ჩემს ოჯახს უკეთ ეცხოვრა. ჩემი გოგონა ჯერ ძალიან პატარაა და კიდევ აქვს დრო, რომ კარგი განათლება მიიღოს და ცხოვრებაში წინ წავიდეს. ახლა კიდევ ერთ ბავშვს ველოდები და ისიც იმსახურებს კომფორტულ პირობებში აღზრდეს. ლორენა და მისი ქმარი ოცნებობენ, რომ ერთ მშვენიერ დღეს საკუთარ სახლს იყიდიან. მჯერა, ნამდვილად მჯერა, რომ ეს არ არის ფუჭი ოცნება და რომ მას ავიხდენთ. მაგრამ მანამდე ლორენას ოჯახს იმ შემთხვევითი სამუშაოთი გააქვს თავი, რომელსაც მეუღლე პოულობს და თან ასოციაცია ASECOS ეხმარებათ, რომელიც ემიგრანტებს მატერიალური შემწეობის გარდა ლეგალური სტატუსის მიღებაში უწყობს ხელს. ვიცი, რომ ძალიან დამეხმარებიან, რათა ჩემი მდგომარეობა კანონიერად ვაქციო. შვილის დაბადების შემდეგ უფრო მეტია იმის შანსი, რომ ბავშვისთვის მოქალაქეობის მინიჭების საკითხი განიხილონ და ამით შესაძლოა მთელმა ოჯახმაც ისარგებლოს და ლეგალური სტატუსი დაიკანონოს. ასოციაციის ბენეფიციარების უმეტესობა ლათინური ამერიკიდანაა. ცხოვრების უფლების მქონე ემიგრანტებს პროფესიულ სასწავლებელში გადამზადებასაც თავაზობენ. მაგალითად, მოლარის საქმის შესასწავლად. ამ პროცესს რამდენიმე წელი სჭირდება, უკმაყოფილოდ ამბობს ასოციაციის პრეზიდენტი. მას სჯერა, რომ მთავრობის მიერ წარდგენილი ემიგრანტების მასობრივი ლეგალიზების პროგრამა სასწრაფოდ უნდა განხორციელდეს. ეს აუცილებელია, რათა ძალიან ბევრ ადამიანს არაფორმალური ეკონომიკიდან გამოსვლის საშუალება მისცენ. სტატისტიკის მიხედვით, ლათინური ამერიკიდან ჩამოსულებში 10-დან 5-6 უკანონოდაა შემოსული. სწორედ ისინი არიან პოტენციური მუშახელი ევროპის ისეთი სექტორებისთვის, რომლებშიც მუშახელზე დიდი მოთხოვნაა.
ლორენა ოცნებობს, რომ ისევ ექთნად შეძლოს მუშაობა, რადგან სწორედ ეს იყო მისი პროფესია სამშობლოში. ზუსტად ისე, როგორც მისმა სამედიცინო სექტორში დასაქმებულმა და იენსიმ შეძლო, რომელიც ჩარშან დეკემბერში ჩამოვიდა დედასთან. მან თავის მეუღლეს ჩააკითხა, რომელიც მადრიდში მანამდე 2 წელი ცხოვრობდა. ჩვენ უკვე მივიღეთ პირადობის დამადასტურებელი საბუთები, რომელიც მუშაობის ნებას გვაძლევს. ყველაზე მეტად ახლა იმის იმედი მაქვს, რომ რომელიმე კომპანიიდან დამირეკავენ და მეტყვიან. სამუშაოდ მობრძანდით. ეს იქნება უკეთესი ცხოვრების გარანტი და ჩვენი როგორც ადამიანების მიზანია, რომ რაღაც კარგი გავუკეთოთ იმ საზოგადოებას, რომელმაც ისე ფართოდ გაგვიღო კარი და გული, რომ ვერც წარმოვიდგენდით. De una manera que no lo imaginábamos. მაინც რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ესპანეთში ემიგრანტების მასობრივ ლეგალიზაციას? კლაუდია ფინოტელი, ექსპერტი მიგრაციის საკითხებში გვიპასუხებს რამდენიმე კითხვაზე. En España se han creado 5,2 ესპანეთში 5.200.000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა 2022-24 წლებში. ამის 75% ორმაგი მოქალაქეობის მქონე ადამიანებმა, ანუ უცხოელებმა დაიკავეს. მეორეც ემიგრაციამ შესაძლოა დემოგრაფიული ვარდნაში არბილოს. მესამეც ლეგალიზაცია მართალია ვერ გადაჭრეს უკანონო ემიგრაციის პრობლემას როგორც ასეთს, მაგრამ უკანონობის დონეს შეამცირებს. ესპანეთი 2009 წლიდან ახდენს ლეგალიზაციას, რამაც 1 მილიონი ადამიანს საშუალება მისცა მიეღო კანონიერი სტატუსი, ხოლო 2005 წლის ლეგალიზაციის პროგრამის შედეგად სოციალური გადასახადიდან მიღებული შემოსავალი 4.000 ევროთი გაიზარდა ერთ ლეგალიზებულ ემიგრანტზე. por migrante regularizado. ესპანური მოდელი მკვეთრად ეწინააღმდეგება ევროპულ სტრატეგიას, რომელიც ძირითადად დეპორტაციაზე ამახვილებს ყურადღებას. რამდენად გამოდგება ის მის საბადს Se მაგალითად? han tomado medidas de regularización. ლეგალიზების მსგავსი მექანიზმები, რომელთაც იგივე შედეგი დადეს ევროპის რამდენიმე ქვეყანამ დანერგა. გულისხმობ როგორც ინდივიდუალურ ლეგალიზებას ესპანეთსა და პორტუგალიაში, ისე ჯორჯა მელონის მიერ გამოცემულ დეკრეტს მიგრაციის ნაკადების შესახებ, რომელიც 450.000 ადამიანის დე ფაქტო ლეგალიზაციის საშუალებას იძლევა იტალიაში და ასევე ლტოლვილთა შეჩერებული დეპორტაციების დე ფაქტო ლეგალიზაციას გერმანიაში. ევროპის ცენტრალურმა ბანკმა სრულად მკაფიოდ განაცხადა შარშან მაისში გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომ ევროკავშირი მუშახელის დეფიციტს განიცდის. ევროპაში ბოლო წლებში ახალი სამუშაო ადგილების 50% სწორედ მიგრანტების დამსახურებით შეიქმნა. ამიტომ ეს დასაქმების ბაზრისა და ეკონომიკის ზრდის ძალიან მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალა იმ დროს, როცა მოსახლეობა მცირდება და ეგრეთ წოდებული ბეიბი ბუმერების თაობას 15 წელი უკლია პენსიამდე. En un momento de declive demográfico y a 15 años de que los baby boomers se jubilen.